აბა ავა წყალტუბოში. ჟოკეის ჭიქით. ეს ჭიქა ყველაზე ძალიან მიყვარს. ევიყვან, ბიჭო, ევიყვან. მოვადა ევიყვან. ევიყვან, ისე კაცი წყალტუბოში იყო. იცი მაგას იცი, ევიყვან. მოვადა ევიყვან. შავას თურმებს ხათამს. ხათის ფილეს. ძაბურია. მაშინ არ სუდა ხარჯე? ძალიან ბევრი პაპრიკა ჩაუყრია. გადაურიო? მე გადაურიო თუ შენ? შენ. დავაწიწოთ. მე კიდე ძალიან ცოტა ვხურ. ხა ჩავდოთ მაცივარში ჩვენი პაპრიკიანი ფილე. როგორი კაი ფერია. პაპრიკა. მიგე? შერო გენანება ხოლმე და უცალს რომ ჩააყრო. წვეთს, ანცეთს. ორტაფაზე გადანიწევდა ჩვენი წვადი. ურინი მწვადი. მაშინ მე გავწვქნი. ამინდაც გავწვქნი. მე გავწვქნი და დავიდე. აი ამაში ჩაყარე. ოა. აი ბებომ მოიტანა ტირამისის. ნაყინია? ხო. აბა. ჯანა უნდა. ესენი სად ნახე ეს ბერძნული იოგურტი აქ. აი მე დასაყარელი ჭიქა უყიდა ბებომ ნატალის. დაგწრუბის ისა. ხო, თავსახურიანი. საყვარელი. და კომფორტულია, ხო? ეს იმას ჩვენ იმის ჩაიდანს მოუხდება. ხო, ეს თბილისში როგორც ჩაინი გიქრი, იმის ფერია. ეს ყველაზე კაი არის. და გემრიელი ჩანს. ნატალის ხმარდეს მე. გემრიელია. კეცა ცხენი არის სადღაც. აი ნახე. ავტობუს პარკში. ესეთ რამესაც წააწყდებით. ნაყინი. მარიტა. ახლა კი კაკლის მურაბის მომზადების დრო დადგა. მე და ფატი ვწქვნით კაკლებს, ვდებთ ცივ წყალში და საკმაოდ შრომატევადი პროცესია, იმიტომ რომ კაკლები არის ძალიან ბევრი და ძალიან წვრილი და მათ გათლას დრო ჭირდება და ნერვები. ასევე გვესურება ხელთათმანები, თითები, ხელთათმანების მიუხედავად ჩვენი კაკლები პროცესია. რამდენი ცალია კიდე დარჩენილი? ზარი ბაქმა. თუთის თაფს ქვია ბაქმაზე? მე გავსინჯავ, გემრიელია? მოგწონს შენ? კარაქთან ერთად ხო ალბათ და პურთან? თუ ისე? ჩაიზე. ბასმათი არა ბაქმაზე. რა ამბები ჭირდება თურმე კაკლის მურაბას. სხვათა შორის ის მკითხეს ყველის როგორ აკეთებსო, ის რაღაცა მომენტი მოხვდა კადრში და როგორ აკეთებსო, იცი ზუსტი პროპორცია. მართლა?
ვარა მაგარი. მაგის რეცეპტი კი. თხოვეს რომ ისაო ძალიან გთხოვთო გითხარითო? კი მაგის ვარაუდით შენახვა და თვალით არ შეიძლება. ხო. მაგი ვასწავლოთ. როგორც წესი თვალით აკეთებს ხოლმე კერძებს და ისე მეუბნება. დაახლოებით. მაგრამ მაინც კი გემრიელი გამოდის ხოლმე, მაგრამ ეკველი ისეთია. ყველი ხო ის არ შეინახე. ანუ რეებია ახლა მეტყვი თუ? გახსოვს თუ სადმე გაკ? თქვი. აბა მოიმარჯოთ პასტა ფურცელი. 5 ლიტრი წყალი. 1 კილო მარილი, 1 ჭიქა შაქარი, 1 პატარა ნატეხი თეთრი შავი. ერთად გახსნილი. ხო. всё. და ყველი? ესე იგი 5 გაჩნია რამდენი კილო აქვს ახლა იმაში ჩვენ კილოიანში რო ჩავდეთ. იმაში ჩავიდა 7 კილო და გაუკეთე 5 ლიტრაზე კეთდება ზოგადად. ხო. და იქ 5 ლიტრი წყალი 1 კილო მარილი და 1 ჭიქა შაქარი უნდა გახსნა. კარგად. უნდა გაიხსნა ეს რა ისე რომ არ ისაკნას. 1 პატარა ნატეხი შავი. ხო. მე გადაწურავ და დაასხა უყურს და всё. აჰა. და მე ეს უნდა დატოვო? ხო, დატოვებ ზამთრამდე. всё, ანუ აღარ უნდა არაფერი არ უნდა, ხო. ეგ არის წათხი, ხო? ეს არის წათხი, ზამთრისთვის შესანახი წათხი. სხვათა შორის ძალიან გემრიელად ინახება ხოლმე და ზამთარში მართლა გემრიელად მივირთმევ ხოლმე, იმიტომ მენატრება ეგეთი ყველი. 1 კილოც რო შეინახო, მაინც ესე უნდა გაუკეთო. 5 ლიტრაზე 1 კილო 5 ლიტრა წყალს ხო არ დაისხავს. დაისხავს 7 გრამს, მაგრამ შენახე ეგრე უნდა შეინახო. დოზები. ეხა ჯერ კაკლის ის არ დამიდია. კაკლის რო არ შევდა ალბათ ეგეც მომდება. კაკლის მოვალა. მაგის რეცეპტი იცი? თუ რამე მე თუ მკითხეს მე მაგასაც. ძალიან საწვალებელია და არ გისჩევთ. აიმე ხო, კაკლის მურაბა ყოფილა არ ვიცი, ჰაერში გაკვანძო ჩვენი. ძალიან საწვალებელია და არ გისჩევთ. არა, ისედაც კაკლის მურაბებში მეფეა ჩემთვის, მაგრამ მასეთი საწვალებელი თუ იყო, მართლა არ მეგონა. ხო, ძალიან ბევრი ხელი უნდა ძალიან და რეცხვა ხო განსაკუთრებით. ჯერ თავიდან გავხსნა იმით, რა ქვია, რა ხელთათმანით ვაკეთებდით, მაგრამ მაინც ეხლა კიდე გამიარა ცოტა, მაგრამ აი ეს ყავისფრად მქონდა, ფატის ხო საერთოდ შავად. ხელთათმანშიც გაატარა. ერთი თვე დაგრჩევათ მინიმუმ. ხო, ანუ რჩება და მერეც ხო მთელი ამბები უნდა გავწქნა, მე წყალში უნდა იყოს რაღაცა რამდენიმე დღე, მე რაღაც უნდა დაამატოს, კიდე უნდა იყოს და რა ვიცი, კიდე რეებია. აი, რეცხვა უნდა ძალიან ბევრი, ძალიან. და ზოგადად გაკეთების პროცესი გრძელდება ალბათ 1 თვე. 1 თვე არა, მაგრამ 3 კვირა მაინც. ხო რა. და თან კაკალსაც გააჩინა. დაწყებიდან აი კაკალიმდე 3 კვირა მაინც. თორე სულ წყალში ჩაიყრება მე შე. ნატო. კაი. ასე რომ რა ვიცი, აბა თუ დაგაინტერესებთ მე მომზადეთ. დაგიწერთ. დედამთილებით უყავთ დაავალეთ და გააკეთებიეთ. აი მე დედამთილებზე არ მკითხო. დედამთილებით უყავთ დაავალეთ და გაგიკეთებენ. ხალხი ისეთ წლები ცოდოები ხართ ხელები აღარ გორგებათ 1 თვე. მე დედამთილებით მიყურებენ და დღეს ჩაგაგდებენ. რა ვქნა ეგრეა. ეგრეა რა. ეგეთ ხელები თავასაც გამოჩნდები, აჰა. დილამ შვიდობის. მე როდებ ვიდეოებს ძალიან კარგად ვარ, რელაქსი მაქვს, დავდივარ პარკში, ლა. ხალხი გიждდება. აბა ჩვენ რა ბჭოს დედამთილად ჩავდივართ, ცხობაში, ლაგებაში ხეხვარი გლენჯვაში დავარ. მოიცადე მოგიწოს შენ ცოტა ხანი მოიწმინე. ცოტა ხანი შეირგე. აიმე. ხალხი გუწფელად შოქშია. ცოტა ხანი შეირგე. გოგონება კაკლის მომავასთან დაკავშირებით თუ ვინმეს დაგაინტერესებთ რეცეპტი, ფატის უკვე ვკითხე წინასწარ და აი ეს წიგნი მომცა და მითხრა რომ აი ამ წიგში ყველაფერი წერიაო და ზუსტად ესე ვაკეთებო. აი ამ კონკრეტულად აი ამ მურაბას
ძალიან კარგად წერიაო ყველაფერი და არაფერს არ ვცვლიო და ამიტომ ბევრს გექნებათ ფიქრობ ესეთი წიგნები, იმიტომ რომ ჩვენც გქონდა, დედაჩემსაც გქონდა და იფათისაც აქვს და მე მგონი ბევრს ექნება და მოკლედ თუ არა გაქვთ, ახლა გაჩვენებთ მე მოვძებნი ამ რეცეპტს და ამეცოდე აი აქ დავინახე ხო აი კაკლის მურაბა ეხა მოვძებნი და გაჩვენებთ ვისაც გინდათ შეგიძლიათ დასკრინოთ და თუ გარისკავთ კაკლის მურაბის მომზადებას აგერ ბატონო რეცეპტი აი აქ ყველაფერი დაწვრილებით წერია და მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ეს წინასწარ პასუხი მოსალოდნელ შეკითხვაზე თუ იმის დაინტერესებს როგორ აკეთებს ხოლმე აი ზუსტად ესე აკეთებს საერთოდ ეს წიგნი ეხლა აღმოვაჩინე მეორედ ადრე მახსოვს ახალი გათხოვილი რო ვიყავი ბათვალიერებდი ხოლმე და რაღაცებს აქედან ვაკეთებდი მაგრამ მე რაღაცნაირად მივივიწყე და აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი საინტერესო კერძია და თან ძალიან ზუსტად და სწორად წერია ეს ძველი კერძები ჩვენი წინაპრები რომ ამზადებდნენ ძალიან გემრიელად ხშირად ამ წიგნით ხელმძღვანელობდნენ და მოკლედ ხელმეორე აღმოჩენა იყო ჩემთვის მე მგონი სახში მაქვს ესეთი წიგნი და მოვძებნი თუ მაქვს ხო კაი თუ არა და ბატის დავესესხები რა უნდა მქონდეს უბრალოდ მივიწყებული მიდევს თავიდან უნდა გავაცოცხლო აქედან რამოდენიმე კერძი გოგონებო ასევე შემოვიდა შეკითხვა თორცდები თათიასგან როდემდე რჩებითო წყალტუბოშიო ჯერ არ ვიცი ზუსტად არასდროს წინასწარ არ ვიცი ამიტომ ესე ვერ გიპასუხებთ მაგრამ ჯერობით ვიქნებით დაახლოებით 1 კვირა მაინც ვიქნებით და მე ვნახოთ ლაშას საქმეებიდან გამომდინარე როგორ დაჭირდება წასვლა მე გადაწყდება ეგ ამბავი როგორც წესი ეს წინასწარ არ ვიცი ხოლმე არასდროს ხო და კიდევ მინდა გითხრათ რომ მე და მარიტამ გუშინ გადავიღეთ ვიდეო მაკიაჟის დატესტვის აი ეს კოსმეტიკა რომელიც დავაუნბოქსინგეთ დავტესტეთ კიდეც ცოტა ფონი არ გვივარგოდა და მე მგონი განათებაც და ზოგადად ცოტა ისეთი რაღაცნაირი არეული ვიდეო გამოვიდა მე მგონი არ ვიცი ჯერ არ დამიწყია მონტაჟი მაგრამ ნახოთ რაღაცა უნდა გამოვიდეს ასე რომ დაელოდეთ ესეთ ვიდეოსაც ვისაც მაკიაჟი გიყვართ გოგოებო აქ ისევ გრძელდება სიგრილეები ვიცი რომ ევროპაში ძალიან ცხელა და იმედია რომ მანდაც მალე გადაივლის და ჩვენთანაც არ წამოვა ეს სიცხეები და რა ვიცი აბა ბედნიერ გრილ ზაფხულს გისურვებთ ყველას დროებით